და კიდევ ერთი ქალაქი, სადაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსი არსებულ შენობაში მოსახლეობა შეიჭრა. ბათუმში აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო საკუთრების შენობებში უკანონოდ შევიდა. ხოლო შუახევისა და ქედის სოფლების 50-მდე ოჯახი მაიაკოსტრის ქუჩაზე ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში დასახლდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია. მათი განცხადებით რაიონების და ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლების არჩევნო პერიოდში შეპირდნენ საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ახლა ვინაიდან ისინი ამის შესრულებას ვერ ახერხებენ, თავად ცდილობენ პრობლემების მოგვარებას. ვარ უსახკარო, ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არ გამაჩნია არაფერი, მივეცი მერიას განცხადება და არანაირი დახმარება არ მაქვს. ვარ მრავალშვილიანი ოჯახი, მყავს ერთი ინვალიდი ბავშვი. ვიმყოფები რამდენიმეჯერ მივმართე მერიასაც, ტაბიძესაც, რომ პოლოსი მაინც გამიკეთე. ძველი მანქანა ყავს ბლოკშიო, არც პოლოსი მაქვს. არც ბინა მაქვს, 8 წელია წამოსული ვარ. ჩვენ ძალიან მაგრად გვიჭირს და ვეძებდით ისეთ ადგილს, სადაც რომ თავში ვასაფარებთ.